როგორც მინსკის, ასევე სტამბოლის ხელშეკრულებებს აქვთ ერთი მინუსი – გარანტიები. უკრაინამ სად არის ნატოზე უარი თქვას და ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს, მაგრამ სად არის გარანტიები, რომ რუსეთი არ შეუტევს უკრაინას? მე მახსოვს, რომ ალტინფო ისახდა, რომ თუ არ გინდათ 6 ტერიტორიის დაკარგვა, დაკარგეთ 4 და მოაწერეთ სტამბოლის ხელშეკრულებას ხელი, მაგრამ ეს აზრი არ არის სწორი. ნახეთ, რაც უნდა რუსეთს დონეცკი, ლუგანსკის ოლქებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება. მას შეუძლია უბრალოდ შემოიერთოს ეს ტერიტორია, თან სეპარატისტები ზუსტადაც ამას მოითხოვენ. რუსეთს არ უნდა დაკარგოს გავლენა უკრაინაზე და სანამ უკრაინის ტერიტორიაზე იქნება 2 პრორუსული რეგიონი, თავისი განსაკუთრებული სტატუსი, რომელიც რუსულ გავლენას ავრცელებს რეგიონში, მანამდე უკრაინა ვერ მოიშორებდა რუსეთს. ნატო 100 წელი არ მიიღებს ქვეყანას, რომელსაც აქვს 2 დამოუკიდებელი რეგიონი და ტერიტორია, რომელზეც პრეტენზია აქვს რუსეთს. და რა გონიათ, უკრაინამ რო დაუთმოს ეს ყველა ტერიტორია და შეწყვიტოს ეხლა ომი. რუსეთი არ დაიწყებს უკრაინაში პრორუსული სეპარატიზმის დაფინანსებას და არ შეიქმნება უკრაინაში კიდევ ერთი რომელიმე პრორუსული რეგიონი? ამიტომაც არ შედგა არც სტამბოლის პირველი მოლაპარაკებები და არც მინსკ 1 და არც მინსკ 2. მოკლედ, დასკვნა ასეთია. სტამბოლის პირველ მოლაპარაკებების დროს უკრაინა იყო მზად წასულიყო დათმობებზე, მაგრამ იმის გამო, რომ არავინ არ აძლევს უკრაინას პირდაპირ გარანტიებს, რომ რუსეთი არ გაიმეორებს 2014 და 2022 წლის მოვლენებს, მომავალში მოლაპარაკებები ჩაიშალა.